სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 14 სექტემბერს გლენდელის უბანში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. შემდეგი კითხვა წინა კითხვიდან გამოდის, ქალბატონის ვავს ამ კითხვას. სალამი ჯონ, მე მქვია აირისი და მე ამ სახელმა გამახსენა, არ ვიცი თუ გახსოვთ თუ არა, ბევრს ასოცირება აქვს სხვადასხვასთან. ტაქსის ზღოლი მარტის სკორსეზეს ფილმში იმ გოგონას ქვია აირისი. და მე როცა ახლა ასოცირებდი, ხო, და მაინტერესა ქართულში მსგავსი რა გვაქვს და მე ირინესთან მივედი, ირინესთან. მე უბრალოდ მომივიდა, ხო? და რო ჩავიხედე აირისი ნიშნავს ცისარტყელას ბერძნულად და ირინე ქართულ მიმიყვანა მშვიდობა. ასე რომ არის რაღაცა საერთო აირისში და ირინაში. ეს უბრალოდ ეს ცნობისათვის გაგიზიარეთ. აირისის ვავს რომ მას აქვს მხოლოდ ერთი კითხვა მქონდა. და ეს იქიდან წარმოიშვა ჯონ, რაზეც თქვენ იმ ჯელტმენს ელაპარაკებოდით იეჰოვას მოწმეებთან და მორმონებს დაკავშირებით. თუ ამ მორმონს, ამ სექტის წევრს ან იეჰოვას მოწმეს სურს რომ შეუერთეს თქვენს ბიბლიის შესწავლებას. და ჩვენ არ ვიცით თავიდან ეს გამოცდილი ადამიანია თუ უბრალოდ დამწყები ადამიანია. რა სიტყოდით ამაზე? და ჯონ მაკარტური პასუხობს. მე ვიტყოდი რომ დიახ, მოგესალმებით, შემოგვიერთით, თუ გსართ ისწავლოთ, თუ ბიბლიის და შესწავლაზე დასწრება სურთ მათ, რა თქმა უნდა. და შემდეგ აგრძელებს აირისი. მაგრამ უცებ ხვდებით რომ ის იწყებს უკვე მორმონიზმის პროპაგანდას და ქადაგებას. ხო, თუ მორმონიზმის ხარდაჭერას დაიწყებს, ჯონ მაკარტური აგრძელებს პასუხს, მაშინ თქვენ უნდა შეაჩეროთ, იმიტომ რომ თქვენ არ უნდა დაუშვათ ტყუილი ქრისტეზე რომ ისაუბროს მან და სიცრუე. დიახ, მადლობა ჯონ, იმიტომ რომ თქვენ არ შეგიძლიათ იყოთ გძნობიარე, ხო? როდესაც ადამიანი იწყობს ესეთ მიხვდებით რომ ეს უკვე არაკეთილსინდისიერი განზრახვით შემოსულა. მაგრამ თუ ის ადამიანი ელემენტარულად არ იცის და მას რაღაცნაირად შიმშილიც გძნობა აქვს, ხო არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები არ არიან იმაში და უკვე თქვენ გეძლებათ საშუალება რომ მათ ჭეშმარიტება ელაპარაკოთ, იმიტომ რომ ჭეშმარიტება ზალუց ზლიოს ტყუილს მის ცნობიერებაში და აქეთ ჭეშმარიტებისაგან გადმოიყვანოს. მაგრამ თუ ის მტკიცედ არის გამყარებული და ის აპირებს უბრალოდ ტერიტორია მოიპოვოს, რაღაცნაირად თქვენთან და პლატფორმა მოძებნოს, რომ თქვენ მოგწავლოთ, ხომ გითხარით, ეს არის განგრენა, ეს არის ის საფუარი, რაზეც ჩვენ სახარება მიგვითითებს. იმიტომ რომ ეს თქვენ უკვე მით უმეტეს თუ დამწყები ხართ თქვენს გადაგიყვანთ და გაგხლიჩავთ და დაგაბნევთ. ამიტომ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილად. და აირისი აგრძელებს. დიახ, მართლა ძალიან ძნელი სათქმელია და ძნელი გასაგები, ხომ? რა мотивაციით შემოდის ადამიანი, ასე რომ უნდა დაველოდოთ ეთყობა ჯონ რომ ეს დავინახოთ, ხომ? დიახ, თქვენ ამას გაიგებთ. და როცა მიხვდებით ამ мотивაციას, მაშინ გაარკვეთ მასთან როგორი ურთიერთობა დაიჭიროთ. მადლობა პასუხისათვის.